იტალიელი დრამატურგის ცნობილი პიესის ქართული თეატრალური ვერსია მარჯანიშვილის თეატრის დასწარმეტებული მეწარმის უჩვეულო ამბავსა და ისტორიას წარმოადგენს მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრება და საკუთარ თავზე დაკარგული კონტროლი ხვალ თეატრში პრემიერა. Košmarad ქცეული ვიზიტი კლინიკაში და კლინიკის პერსონალი მთავარი პერსონაჟის წინააღმდეგ გორმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა 9 ივნისს გაიმართება. რაღაც მაგესმით, მომსე. დიახ, რაღაც ხმარის ხაზაყოფებით გავაკეთე. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა მეწარმე ჯოვანი კორტეს სამედიცინო კლინიკას გეგმიური გამოკვლევისთვის ეწვევა, თუმცა უბრალო ვიზიტი თანდათან კოშმარად გადაიქცევა. კლინიკის პერსონალი ნაბიჯ-ნაბიჯ ართმევს მას საკუთარ თავზე კონტროლის უნარს და ჩაკეტილ სისტემაში ამწყდებს. და მალე მიზეზი, რამაც კლინიკის გზას დააყენა, იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ის ამბავი, რაც ამ ვიზიტის შემდეგ იწყება. იტალიელი დრამატურგის დინო ბუცატის პიესას სახელწოდებით კლინიკური შემთხვევა ახალგაზრდა რეჟისორი ილია ქორქაშვილი დგამს. Ამოვწიეთ ის ძირითადი ფაქტორები, რაც პრინციპში ადამიანის მარადიულ შიშებს, გრძნობებს და შეგრძნებებს შეეხება. და მე მგონი, რომ ეს არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, არამედ ყოველთვის თანმდევია ადამიანის არსებობის განმავლობაში. რეჟისორისთვის ეს სპექტაკლი ისეთ დიდ სცენაზე, როგორც კოტე მარჯანიშვილის თეატრია, პირველია. ამიტომ სამუშაო პროცესს თან განსაკუთრებული მღელვარებაც ახლავს. რეჟისორის თქმით, პიესაში აღწერილი ამბავი გვახსენებს, რამდენად მყიფეა ყოველდღიური რეალობა. სპექტაკლი მოგვითხრობს წარმატების მწვერვალზე მყოფი მეწარმის შესახებ, რომლის ცხოვრება ერთი უნიშნელო შემთხვევის შემდეგ რადიკალურად იცვლება. ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე. საკმაოდ რთული პიესა გვაქვს აღებული სათამაშოდ და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სირთულე შეიქმნა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, მათ ფონზე მე გასაგებია ყველაზე უფროსი ვარ, ასაგი და ჩემი ნერვიულობა მყოფნის იმისაც, რომ რაღაცნაირად მხარი აბო ახალგაზრდებს და მათ გვერდით ღირსეულად ვიდგე. კლინიკური შემთხვევა იტალიელ კაფკად წოდებული დრამატურგის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის თეატრის სცენაზე არაერთს გზის დადგმულა. თეატრის კრიტიკოსების აზრით, დინო ბუცატის ნაწარმოებების მთელი ხიბლი მისი იდუმალი, სიურეალისტური და აბსურდული ატმოსფეროა. ეს კონკრეტული პიესა კი ავტორმა თავადვე გადააკეთა საკუთარი მოთხრობის 7 სართულის მიხედვით. ეს პიესა თავის დროზე ალბერ კამიუმაც კი თარგმნა ფრანგულად და დადგა პარიზში, რამაც ბუცატის დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისი ქართული თარგმანი კი გიორგი ბუხნიკაშვილს ეკუთვნის. სცენოგრაფია და კოსტიუმების მხატვრობა ლევან კვარაცხელიას. ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იმიტომ რომ ესეთი როლი მე ჯერ არ მითამაშია. გულისხმობ სიმძიმეს, იმიტომ რომ ეს იწყება ძალიან სუბუქად და თავდება ტრაგედიით. ამიტომ განვითარების მხრივ და სირთულის მხრივ იყო რთულიც და საინტერესოც. 160 წუთი, ორი მოქმედება შესვენებით. მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის პრემიერა 9 ივნისს გაიმართება.